მოგესალმებით, მეგობრებო, ეზოთერული ვიდეო მინდა დღეს ჩაგიწეროთ. რა არის კარმა? ასტროლოგიური და ეზოთერული პრინციპებით. ასტროლოგიაში ძალიან კარგად ჩანს კარმული ასპექტები, რას მოვაბი ახლა ეს თემა. სატურნი გადადის მალე ვერცხლში. ამაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკე, რა არის მაგალითად სატურნის ენერგია ზოგადად, რა კარმული ასპექტები არის, რომელ ასაკში არის გააქტიურებული სატურნის პრინციპები და საერთოდ როცა სატურნზე ვსაუბრობთ, მე ადრეს მაქვს ვიდეოები ჩაწერილი ამ თემაზე. პირდაპირ უკავშირდება კარმას. და აი ცოტა უფრო ღრმად მინდა დღეს სატურნი აგიხსნათ, როგორ მუშაობს სატურნი, შავი მთვარეც მოყვება ხოლმე ამავე დროს, კარმული კვანძებიც მოყვება, ძირითადი კარმის მანიშნებელი პლანეტა. საერთოდ სატურნი გამოსახავს ძალიან კარგად ეგოს, ეგო ფუნქციას. სატურნის შემამოწმებელი სტრუქტურები, ესე რომ ვთქვათ, ხო, მაგალითად ადამიანის ეგო ფუნქცია გამოიკვეთოს მაგალითად შემოწმდეს, ხო? როგორ აქვს ადამიანს თვითშეფასება, ადეკვატური არის თუ არ არის ადეკვატური მაგალითად, იღებს იმ პასუხისმგებლობებს, რასაც უმკლავდება, თუ ვერ იღებს იმ პასუხისმგებლობებს, რასაც ვერ უმკლავდება, ამ ყველაფერს აჩვენებს სატურნი ჩვენ რუკაზე. ესე იგი, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი სატურნის ციკლებსაც გეტყვით და კარმის მანიშნებელ ციკლებს, მე უფრო ფსიქოლოგიურად ავხსნი, რა არის ეს ენერგია, ხო, რას უნდა მივაქციოთ ძალიან სერიოზული ყურადღება. და რა პერიოდებს მივაქციოთ ყურადღება, როდეს არის შესაძლებლობა სატურნის შემოწმება მოხდეს, ხო? ჩვენს ეგოზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე, გავიზარდეთ თუ არა ფსიქოლოგიურად, ამ ყველაფერს ამოწმებს როგორც წესი სატურნი. ვინცაც გაინტერესებთ ზოგადი ასტროლოგია, ანუ ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, იმათ ყველას გამოგადგებათ ეს ვიდეო გარკვეულწილად, თუნდაც საკუთარ თავზე სამუშაოთ, ხო? ესე იგი, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის 14-15 წლის ასაკში. ესე იგი, ჩვენ რო ვიბადებით, სადაც გვიჩნდება სატურნი, აი პირველი შემოწმება 15 წლის ასაკში ეს არის უკვე ოპოზიციური ენერგია. როცა ოპოზიცია ირთვება სატურნს. 15 წელიწადში ერთხელ პლუს-მინუს ან 14-16 წლის შუალედებში დაახლოებით. აი ამ პერიოდში არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პასუხისმგებლობების ნაწილში მაგალითად, ხო, აი 17 წლისას დაახლოებით სკოლას ვამთავრეთ, 16-17 წლისას და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. სატურნის პირველი ოპოზიციური ენერგია რო დასრულდება, აი მაშინ იწყება კიდე ახალი ფაზა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა სატურნის არის 30 წლის ასაკში. ყველაზე მნიშვნელოვანი წლები 28-30 წლის ასაკი, ზოგს 31 ხურდებით აქვს ხოლმე ეს პერიოდი. გაიჩნია აქ რეტროგრადულობის ფაზას. შემდგომი პერიოდი არის 45 წელი, 44-45 წელი, როცა ოპოზიცია ირთვება, ასევე სატურნზე, შემდეგ 58-60 წელი. და ნუ ასე შემდეგ 15 წელიწადში ერთხელ, თუმცა სრული ციკლი სატურნს აქვს 30 წელს. ეს ასტროლოგიურად გეუბნებით. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი არის, თან თუ იქ ტრანზიტებში ბევრი რაღაცა ემთხვევა უკვე იქ, ხო, პირად რუკაშიც ამავე დროს. ან პირად პლანეტებთან არის კვადრატურა, ან ოპოზიცია, ან შეერთება, ანუ ასპექტს თუ ქმნის სატურნი, ეს კიდევ დამატებით გამოცდებს გვეუბნება, ხო? მაგრამ რითი განსხვავდება ახლა 30 წლის ასაკი მაგალითად სატურნის მთავარი გამოწვევის წლებად, ხო? და რითი განსხვავდება 45 წელი ან 60 წელი. კლასიკური ფორმულა სატურნის პერიოდში, ახლა ხვალ მაგალითად მაქვს კარმულ კავშირებზე ლექცია და ახლა მთელი რამდენიმე დღე ვფიქრობ ხოლმე სანამ ლექციას ჩავატარებ, იქ თავში სქემას ვქმნი და მოკლედ ერთ-ერთი ამ ვიდეოს ჩაწერაც ის იყო, რომ კარმული პერიოდები, კარმული კავშირები როგორც წესი ამ ასაკებში გამოკვეთილად ჩდება ხოლმე. ეს იქნება სატურნის დაბრუნება, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. თუ გაგიგონიათ 60 წლის ასაკში ადამიანი ხელახლა ქორწინდება, განსაკუთრებით მამაკაცებს ახასიათებთ ხოლმე ეს, ხო? ან 30 წლის ასაკში დაქორწინება, ან რაღაც სერიოზული კარმული ურთიერთობა, როგორც წესი ეს არის სატურნული გამოცდა. ახლა რა არის აქ მნიშვნელოვანი? სატურნის წლებში, ან სატურნის ასპექტებისას, ეს ზოგადად ასტროლოგიურად რო აგიხსნათ, სატურნიანელი პარტნიორები მოდიან, მაგალითად, ხო? ან ასაკით განსხვავებულები, ან მაგალითად უფრო გამოცდილება, სადაც სიტუაცია გთხოვს უფრო მეტ პასუხისმგებლობის აღებას. თუ მანამდე იყავი მაგალითად ბავშვური, მიამიტური, ან უპასუხისმგებლო სიტყვაზე გეუბნებით, ხო? აი ძალიან ზედაპირულ ასტროლოგიას გიყვებით ახლა. სატურნი ამ პერიოდში ცდის, რამდენად აქვს უნარი ადამიანს გაიზარდოს, რამდენად შეუძლია აქ შეეხოს უკვე რაღაც სერიოზულობას და არა ესეთ ლაით
ბავშვურ სიტუაციას, ზოგს მაგალითად შვილი ყავს ხოლმე 30 წლის, 29-30 წლის ასაკში, ზოგს პარტნიორული ურთიერთობები ან ეწყება თან ასრულებენ მაგალითად, ხო? ოღონდ სატურნს აქვს ესეთი ციკლი, რომ იმ პერიოდში თუ ვერ გავიგეთ ეს გამოცდები სატურნული, შემდეგ ცოტა ზვირად გვიჭდება ხოლმე ემოციურად. ანუ შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი დაიკარგოს ამ პერიოდში, თუ მოდი ჭყალებში ვქოთ გაიმაზება. ან პირიქით შეიძლება ეს იყოს, აი რაღაცა მნიშვნელოვანი ციკლი რო დასრულდა. ის რამაც ამოჭამა უკვე თავისი თავი წლები გრძელდებოდა და ის უკვე უნდა დაიხუროს. აი ზოგი მაგალითად განქორწინებაში შედის 30 წლის ასაკში, ხო? ზოგი ასრულებს რაღაც ისეთ მძიმე ურთიერთობებს. ან აი 15 წლიან ციკლებზე გეუბნებით, ხო? ეხლა 15 წლის ვერავის ვერ გაშორდება, მაგრამ შეიძლება უკვე 45 წლის ასაკში, როდესაც და 6 წლის 44-დან 6 წლამდე, როცა ოპოზიციები იწყება სატურნის, მაგ პერიოდში შეიძლება იყოს, იქ კიდე შუა ფაზები არის, აქ 6 წლიანი დაახლოებით, როცა კვადრატურა კეთდება, ხო, იქ სატურნის, მაგრამ ნუ უშუალოდ ოპოზიცია ეს უკვე სერიოზული თემა არის. ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცები უნდა დასრულდეს ის რაც ან დროში გაიწელა ძალიან, ან არ იყო მყარი. აი ესეთ რაღაცები სატურნის გამოცდაში უკვე ცვლილებებს მოითხოვს, ხო, ესეთ სიტუაციები. მაგრამ აქ არის ამავე დროს დასრულობის გამოცდა, რამდენად ადამიანი ცხოვრებისთვის მზად არის, რამდენად შეუძლია ან დამოუკიდებლობა, ან პასუხისმგებლობების აღება, თუნდაც საკუთარ თავზე, ხო? ეს ყველაფერი არის სატურნული ასაკის სატურნული პერიოდები, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე არის მნიშვნელოვანი პირად პლანეტებთან, მთვარესთან და მზესთან თუ შემოდის სატურნი ოპოზიციაში ან შეერთებაში. შეერთება რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის. აი სადესაც რო ვიძახით მაგალითად, სატურნის ახლა ვისაც მთვარე ყავს ვერტში, მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი არის. ეს არის ყველანაირი ძველი სტრუქტურის დანგრევა და მთლიანად ახლიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება ადამიანმა. მაქვს ხოლმე ჯგუფური ტრენინგები ამ სადესაწის პერიოდზე, სატურნის გაცნობიერების პერიოდზე და ნუ აი ფაქტობრივად ყველაზე რთული პერიოდი არის, თუ ვინმე კონსულტაციაზე უფრო ხშირად მოდიან ხოლმე, აი ესეთ სადესაწის პერიოდში მოდიან ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის უკვე სიტუაცია, როცა ძველი მეთოდები აღარ მუშაობს და რაღაც ახალი უნდა გააკეთო. ანუ ყველაფერი უნდა ჩამოშალო და ახალი უნდა შექმნა. ანუ რეალურად ასტროლოგიაში ხა ბევრი ვიდეო მაქვს სატურნზე, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ხოლმე აქ, რომ სატურნი არის კარმა, გამოცდა, მოთმინება. აი ხა სინამდვილეში მინდა მოგიყვეთ, აი ამ ფასადის მიღმა სატურნს რა ენერგია აქვს და რას გთხოვს იქ. რამდენიმე შრეზე კიდევ დამატებით აღგიხსნით. თუმცა ის რაც ავხსენი, ის ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნუ რეალურად ასტროლოგიურად ესე უყურებთ სატურნს, ხო, ფაზების მიხედვით, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი პერიოდი ეწყება ადამიანს. თქვათ, მაგალითად, ახლა წინაზე ვიდეო ჩაგიწერეთ, კარდინალური ჯვარი, მაგალითად, კირჩხიბებს შეეხებათ ყველაზე მეტად სატურნი ვერტში რო გადავა, თხის რქებს, სასწორებს და ვერძებს. განსაკუთრებით ახალ დაწყებული, ახალ გადასული ვისაც ყავდა მაგალითად მზე, ხო, ამ ნიშნებში, ხო? ანუ ვინც დაიბადა უფრო საწყის გრადუსებზე. შესაბამისად, მათთვის იქნება პირველი შეხება ამ ასპექტის ნეპტუნის შედის უკვე მალე ვერტში და ისიც ცალკე გაუკეთებს ოპოზიცია კვადრატურას და შესაბამისად ამ ნიშნებისთვის გამოკვეთილად იქნება თან დაბნეულობა ნეპტუნი და თან იძულებითი პასუხისმგებლობა. ხო, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომბინაცია არის, მნიშვნელოვანი პერიოდი უდგათ მათ აი მზის სტრუქტურაზე გეუბნებით, რომ პირად რუკაში ბევრი სხვა რაღაცა შეიძლება ხდებოდეს. ეხლა მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრათ. როცა ვსაუბრობთ სატურნზე, აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მთავარი ეგო ფუნქციების თემა, კარმის თემა. აი ეხლა რა არის კარმულ ასტროლოგიაში სატურნის ფუნქცია? სატურნის ფუნქცია არის მეგობრებო, პასუხისმგებლობის გრძნობა. ყველაფრის მიმართ ზოგადად. ოღონდ ეს არ არის პასუხისმგებლობა, ახლა დღევანდელ დღეს მე ხა სახლს მივხედავ თუ არა, იქ კარიერაში ავიღე პასუხისმგებლობებს თუ არა, იქ დავქორწინდები თუ არა, გაცილებით უფრო ღრმა არის სატურნის სტრუქტურა, პასუხისმგებლობები. ეს არის მეგობრებო, აი ის ეგო მაგალითად მიწიერ ეგოს ვეძახით ხო ამას, როდესაც მაგალითად ახლა სატურნი არის სოციალური ენერგია, სოციალური პლანეტა და ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირად საზოგადოებაში ჩვენი ადგილი დამკვიდროთ, ხო? ჩვენი ის გქონდეს ამ დედამიწაზე ჩვენი კუთხე, ჩვენი სახელი. აი ეს არის ზოგადად სატურნის ფუნქცია. ეს რა თქმა უნდა უფრო მიწიერ ენერგიასთან არის დაკავშირებული და პირდაპირ უკავშირდება სიკვდილის შიშს. ანუ მე თუ მარტო დავრჩებით, არ მექნება ავტორიტეტი, არც ჭყალებში რო გითხრათ, გამრავლების ინსტინქტი იმუშავებს, არც სიცოცხლის
გაგრძელების და ზოგადად სიცოცხლის ინსტინქტი, ხო? იმიტომ რომ თუ არავინ არ ვარ, არავინ არ შემომხედავს, შესაბამისად როგორც მარტო დავრჩები და შეიძლება მგელმა შემჭამოს, ასევე თავარი ერთ-ერთი ფუნქცია, გავრცელების ფუნქცია არ იქნება დაკლაკავშირებული. აი, ძალიან მარტივად რო გითხრათ, აი სხეულებრივ დონეზე სატურნი მუშაობს უფრო ამ შრეებზე. აი, უფრო მაღალი დონე სატურნის, ეს არის ამავე დროს უკვე სამყაროს კანონებთან კავშირი. მაგალითად, ოღონდ ზეთ როგორ სამყაროს კანონებთან უფრო მაღალ დონეზე სულიერ კანონებთანაც მივდივართ, როდესაც მაგალითად მე თუ ვიღებ ჩემ თავზე იმას, რაც არ დამიმსახურებია კარმულად. აი, ეს არის უკვე უმაღლესი დონე სატურნის, ეს არის უკვე კარმაში რომ მიდის და არა უბრალოდ გადარჩენის ინსტინქტი, არა მხოლოდ ის რომ აი მე მარტო არ დავრჩე და მგელმა არ შემჭამოს, ეს ძალიან დაბალ ვიბრაციაში ესე ვრინდება. მაგრამ მისი მაღალი ფუნქცია ეს გაცილებით რო სხვა მასშტაბებები არის და კარმული დონე არის. კარმული დონე ეზოთერული ასტროლოგია მოიცავს იმას, რომ ადამიანს უნდა კონდეს ინკარნაციული, ანუ რეინკარნაციებში მივდივართ, გამოცდილება ეგრეგორების მიმართ. აი მაგალითად თუ ადამიანი ადრეც თქვი ერთ-ერთ ვიდეოში ეზოთერიკოსობს, მოდით ესე ვთქვა, ოღონდ მას არაფერი არ მუშავია თავის თავზე, ახლა ძალიან ისე ვლაპარაკობ. ამ ფსიქოთერაპევტი, ამ ფსიქოლოგი, რომელმაც ისწავლა უბრალოდ, მაგრამ არანაირი ტრავმა არ აქვს თვითონ დამუშავებული. ან არ აქვს შეხვედრა საკუთარ შინაგან ყველაზე მთავარ სტრუქტურებთან. ან ეზოთერიკოსი, რომელიც უბრალოდ დასწავლე რაღაცებს ლაპარაკობს, ეხლა ძალიან სიტყვაზე გეუბნებით, ხო? თორე ეს ყველა შეიძლება მასშტაბებს გააჩნია, ხო? ეზოთერული სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც კარმულად არ ქონია შეხება არანაირ ამ თემებთან საერთოდ, ხო? ეგრეგორთან არ აქვს ენერგეტიკული კავშირი. აი ძალიან ისეთი ეზოთერული ენით რო გითხრათ. მკურნალი, რომელიც მაგალითად კარმულად არ აქვს არანაირი სამკურნალო ენერგეტიკა. სამკურნალო ენერგეტიკა რას ნიშნავს? მაგალითად არ აქვს კარმულად დაგროვილი აქ რაღაც ზონეზე ცოდნა გამოცდილება, ხო? ან იღებს იმაზე მეც თავის თავზე, ვიდრე იცის, ან ვიდრე შეუძლია. ოღონდ აქ ისეთ წიგნების კითხვის დონეზე ცოდნას არ გულისხმობთ, ხო? აქ არის კარმულ გამოცდილებას. ხაიში ერთ ადრე წლების წინ დამაფიქრა, სულ ხშირად ვახსენებ ხოლმე ვლადიმერ ბენაიძე, ბიოენერგეტიკოსი და პირველად მაგან დამაფიქრა ადრე რომ რაღაცებს ვეკითხებოდი მაგალითად ერთხელ ვთქარი რომ აი ამ ექიმთან მივედი და რაღაცა ვერ ვიშველა და არა აქვს ამას ის კარმული დონე შენ რა გიშველოს და თაიდა და ეს ამას რომ ეუბნება და ხოლმე დავიწყე ამის კვლევა რა წერია ლიტერატურაში მაგალითად იქ ჰიპნოთერაპიულ კვლევებში ვიყავი და მანდ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ვნახე ანუ მე მივხვდი რომ სატურნი მოითხოვს შრომას მეგობრებო ძალიან სერიოზულ შრომას ოღონდ და შრომა აი პირდაპირ სატურნის შრომასთან არის კავშირში აი რო წაიკითხოთ ეს არის როდესაც ჩვენ დრო გვჭირდება ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ რაღაცაზე და თან ჩვენ ტყავზე ამას ვიღებთ ხო ჩვენ ტყავზე ვცდით იმ ყველაფერს ანუ იცით რა სიტყვა სატურნი რამე სფეროში თუ არ თაი ძალიან ბოლომდე უნდა იყოს ადამიანის სფეროში კარმულათაც უნდა იყოს უნდა ეკუთვნოდეს კარმულად ეს თემა ხო უნდა ესმოდეს და ენერგიას და დროს სერიოზულად ხარჯავდეს თუ არ არის ეს მომენტი ხო და მოკიდა ადამიანმა ხელი რომელშიც არ დებს იმ ხელა ენერგიას ან უბრალოდ აი ტექნიკურად დაინტერესებს რომ ან ფულს მომიტანს მაგალითად რომ აი პროფესიებს რო არჩევენ ხოლმე ხო იცით რომ ნუ აი აქ უფრო მეტი ფული მექნება და მოდი ამ სფეროში წავიდეთ კარმულ ასტროლოგიაში ესეთ თემაში ვიძახით რომ პარაზიტობთ სფეროში მაგალითად ხო ანუ იმ სფეროს ვიყენებ მე კი არ შემიძლია რამე ახალი ვაწარმოო მე ვიყენებ იმ სფეროს რომ უბრალოდ თავი ვირჩინე ხო მაგალითად ან სახელი და ეგო მოვიპოვო მაგალითად ხო აი ეგოს გამო მივდივარ ახლა პოლიტიკაში რომ მიდიან მაგალითად დაზიანებული კარმით და აქ ეგოს ემსახურებიან და არა ხალხს და არა იმ სფეროს. სხვათა შორის თვითონ პოლიტიკურ სიტუაციაშიც იქნება თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, როცა არის სატურნის ენერგია ცუდად ათვისებული, მოდიან იქ სადაც მათი ადგილი არ არის. აი, როდესაც მაგალითად პოლიტიკოსი ჭყალებში ავიღოთ პოლიტიკოსი, მოდის და აფუჭებს ყველაფერს. იმიტომ რომ არანაირი გაგება არ აქვს ამ ზონაში არ უმუშავია უბრალოდ კარმულად, ცოტა უფრო გლობალურ დიცურათში რო წარმოვიდგინოთ, ხო? და პირიქით ყველაფერს გააფუჭა იმ სფეროში კარმულ ასტროლოგიით რო შევხედოთ. აქედან გამომდინარე გროვდება ნეგატიური კარმა.
ესე იგი სატურნი შემოდის აქ როგორც კარმის პლანეტა. იწერება ყველაფერი. აი ის რაც ზონაში ჩვენ მაინც ან არ გვესმოდა, ან გვეშინოდა რაღაცების, ან მოდი ესე ვთქვათ ეგოს მემსახურებოდით და არა მართლა საქმეს, ხო? გარკვეულწილად არა მართლა სფეროს, ხო? ეს აქ არ იყო აღტაცება, სიყვარული, ენერგიის ჩადება, აქ იყო რომ აი რაღაც ის უჭირდება, ეს პირადი სარგებელი მოაქვს ჩემთვის პირადად ამას და ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგებში, ექიმებში მაგალითად, ასტროლოგებშიც, გარკვეულწილად ახლა ზოგადად რომ ერთი სფერო არის, ერთი ხალხი ვართ, ხო, აი ამ თემაში გარეულები და ეზოთერიკოსებიც, გარკვეულწილად ფსიქოლოგებიც და ფილოსოფოსებიც მაგალითად, იმიტომ რომ ფილოსოფიური მიმდინარეობები, რომელიც სამყაროს შეცნობას, ადამიანის რაობას განსაზღვრავს, ხო, მან და ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაც კარმულ დონეზე გამოცდილება გქონდეს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალი არის სატურნული პასუხისგებლობა, ანუ სოციალურ კავშირებში, სხვა ადამიანებზე ვაგებთ უკვე აქ პასუხს, მით უფრო ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა სერიოზული კარმული გამოცდილება. და ძალიან ბევრი ვიმუშავე ამაზე სხვათა შორის, სულ რაღაც ის მქონდა ხა ჩემ სატურნი ძალიან ჩართულია როკაში და სულ ის მომენტი მქონდა აი პასუხისგებლობის გრძნობა მაღალი უნდა იყოს რაღაც აი ძალიან სერიოზულად რო უყურებდი ხოლმე რა ამ თემას და აი აქედან გავდიოდი სულ კვლევებში და მე ვამოწმებდი ვლადიმერთან მაგალითად იქ სხვა ასტროლოგები, სხვა ეზოთერიკოსები, სხვა ბიოენერგეტიკოსები უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული ამ ბიოენერგეტიკოსების და ნელა როგორ გავდება ხოლმე ნეგატიური კარმა. ესე იგი სატურნი ცით რა საჩვენებს ჩვენ რუკაში რომ მე თუ პრობლემები არ მაქვს დამუშავებული ჩემი და ისეც ვერ შევდივარ, ხა ეს შეიძლება კარმა იყოს ოჯახშიც, ხო მაგალითად, რომ მე ჩემი ფსიქოლოგიური ტრამები არ დამუშავე და ჩემი შვილების, ჩემი მეუღლის ან ჩემი მშობლების ან ჩემი ნათესავების პრობლემა ხდება. აქაც უკვე ოჯახური ველი ზიანდება მაგალითად და აქ უკვე ნეგატიური კარმა გროვდება ამ ზონაში. ან სამსახურში ახლა ძალიან ბევრი, სხვათა შორის ერთი რამდენიმე ესეთი ლილიტი ქალწულიო რომ ამბობთ ხოლმე, ძალიან პირველ დონეს გულისხმობ აქ რა თქმა უნდა ყველა სატურნს ან შავმთვარეს თავის დონეები აქ ადამიანს გააჩნია აქ, ხო? და რო უყურებდი ხოლმე, აი ხშირად იყო ესეთი თემა, რომ ყველაფერს რო ხელს მოაწერენ სამსახურში. ყველაფერზე აი პირადი სარგებლისთვის და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ. ან მეორე კატეგორია, რომელიც აი ძალიან წინააღმდეგი არის ყველანაირი იმისი და აი რაღაც ესე დებოშებით რომ მოდიოდნენ ხოლმე სამსახურიდან, ეს ორი კატეგორია არის, ხო? ერთი აცნობიერებს რაღაც თავის ნეგატიურ კარმას და უკვე ცვლის პროგრამას, მეორე ისევ იგივეს იმეორებს, ხო? აი ამიტომ ადამიანებს გააჩნია. ესე იგი, როდესაც არის უკვე საპასუხისგებლო თემა, ან სამკურნალო თემაში შევდივართ, ან სამედიცინო თემაში ვართ, ან პოლიტიკურ სფეროში ვართ მაგალითად, ან რაღაც სერიოზულ ბიზნესში ვართ, სადაც სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენზე, ხო? მაგალითად, ან სამსახურებრივ სტრუქტურაში მაღალ თანამდებობებზე ვარ და ძალიან მნიშვნელოვანი არის იქ ჩემი პასუხისგებლობის ქვეშ მყოფების მორალური ღირებულებები მაგალითად, ხო, როგორც მე სამსახურში შევქმნი, ის ენერგეტიკა ტრიალებს უკვე იმ სამსახურში. აი, თქვათ, არის პედაგოგიკაში ადამიანი, ან თავისი სასწავლებელი აქვს, ხო, მაგალითად, რა, და ის უკვე არის პასუხისგებელი სწავლების ეგრეგორთან, როგორ მიაქვს ეს სწავლება, ხო, სხვებთან, მაგალითად, არ არის მარტო აქ რაღაც ცოდნა გადავცეთ. ხო, იქ როგორი მორალური ღირებულებები არის, როგორი ენერგეტიკული ველი არის, რამდენად სამართლიანობა არის დაცული. აი ამას აჩვენებს უკვე ძალიან მკვეთრად ადამიანი იმ ეგრეგორთან იფუჭებს კარმას თუ არ იფუჭებს კარმას და პირიქით აუმჯობესებს, ხო? როცა ნათელ კარმაზე ვლაპარაკობ ხოლმე, როგორც წესი, აი აქ პირიქით იყო ამ ეგრეგორთან რაღაც ნათელი დაგროვილი რაღაც პოზიტიური დაგროვილი და შესაბამისად ამ ენერგიას თუ იყენებს ადამიანი, ხო, იქ პირიქით შეიძლება გააუმჯობესოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს თავისი კარმული ენერგია, ხო? მაგრამ საპირისპიროდ თუ არის, იქ უკვე სატურნი მუშაობს და აი სატურნის პერიოდებში მაგალითად, ხო, აი გამოცდის, ან აი როდესაც ვლაპარაკობთ ლილიტის ენერგიაზე, ხო, შავმთვარის ენერგიაზე, რომ ეს არის სადამსჯელო, ეს არის ნეგატივი, სინამდვილეში აქ სატურნი მუშაობს. ლილიტი არის უბრალოდ უკვე ქვედა ტრამვული ფონი
მაგრამ სატურნის დაბრუნებაზე ან სადესაც პერიოდში რატო არის ლილითი ძალიან აქტიური, ხო? იმიტომ რომ სატურნი აბრუნებს ამ კარმას. სად ხარ ბავშვი, ისე არა ხარ გაზრდილი ამ სამყაროსთვის. გააქვს ეგო, შეუსაბამო შენი რეალური შესაძლებლობებისთვის, ხო? აი აქ უკვე სატურნი სადესაც პერიოდში განსაკუთრებით რთულად მუშაობს ხოლმე. ესე იგი, რაც უფრო სადესაც რთულად გვარტყამს, ან სატურნის დაბრუნება, ან სატურნის ოპოზიციური პერიოდი, ესე იგი, არაადეკვატური ეგო აქვს ადამიანს. ან მაღლა აქ აწეული, ან ძალიან დაბლა აქ დაწეული, აქაც ისჯის ხოლმე სატურნი. მაგალითად, კარმულად ადრე მითხრობა ვლადიმერმა სხვათა შორის მასაც სატურნი ყავს აქტიური და ჩვენ ხშირად ამ სატურნის თემაზე დიალოგი გვქონდა ხოლმე და ადრე მითხრა მან რომ აი ყველაზე ეს არისო საინტერესოა რა რომ თუ აქ შენ გამოცდილებას კარმული რაც აქვს იმაზე დაბლა ჩადიხარ ისჯებიო თუ უფრო მაღლად იხარ ისჯები ანუ ეს არის აი ყოველთვის სატურნის ენერგია მთლიანად წონასწორობაზე უნდა იყოს აქ შუა ანუ რაც გეკუთვნის ის უნდა იყოს გამომუშავებული და როცა რაღაც ადგილზე ხარ მისული შენი შრომით შენი ენერგიით არც ქვევით არ გაკუფლება ჩამოხვიდე არც ზევით არ გაკუფლება ახვიდე აი ეს არის სატურნის იდეალური სამყაროსეული ბალანსის ენერგია კარმის რასაც ვეძახით ხოლმე სამყაროს კანონების ენერგია და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის როდესაც სატურნის აქტიური ენერგიით მოდიამს ეს სატურნის ნეგატიური ასპექტები თუ არესთან მაგალითად ან პირად პლანეტებთან ზოგჯერ შეიძლება ეს განცდა იყოს რომ ჩემი ოჯახი კარმულად გაცილებით დაბალ დონეზეა ვიდრე მე ვარ შეიძლება მე გაცილებით კარმულად მეტი ვარ მიღწევებით გამოცდილებით და თვითონაც ვერ ხვდები რატო შეიძლება უყურებდნენ ბავშვურად მაგალითად ხო და აი ამ კარმულ ასპექტებზე ძალიან მნიშვნელოვანი არის რამდენად გვაქვს ეს გამოცდილება მიღებული ან ზევით არ ავიდეთ ან ქვევით არ ჩავიდეთ ძალიან ხშირად დაზიანებული ეგოებით მოდით ესე ვთქვათ ხო და იქ კარმულ ასპექტებში ჩანს ეს როდესაც არის ჩართული ნეგატიური ასპექტები აქ ჩანს ხოლმე რომ ადამიანი ეგოს აშკარად არაადეკვატურად უყურებს და აი სატურნის პერიოდებში ეს განსაკუთრებით უკვე თვალსაჩინო ხდება, განსაკუთრებით გვარტყამს მერე და მან შეიძლება საკმაოდ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოს ადამიანს ან ცხოვრებისეული პრობლემები, ან საერთოდ არაფერი არ მოხდეს, მაგრამ მის კარმაში უკვე გროვდება ეგრეგორის მიმართ პრობლემები და ის იბძიმებს კარმას. რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებაში ეს აუცილებლად წინ დახვდება, ჭყალებში ესე ვამბობთ ხოლმე. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რამე სფეროში თუ შევდივართ. ფრთხილად კი არა, აი ადეკვატურად უნდა უყურებდეთ ჩვენ შესაძლებლობებს, ხო? იმიტომ რომ არ გვპატიოს სატურნი არც ეგოსა ზედმეტად მაღლა აწევას, რომ შეიძლება მე არ მიშრომი არც კარმულად იმ ზონაში, ან ეგო მაგ დაზიანებული, ან ემოცია მაგ დაზიანებული, ხო, ახლა მთვარის შემთხვევაში, ხო? შეიძლება იყოს იქ იუპიტერის დაზიანება სერიოზული, ხო, ღირებულებების თემაში მაგალითად, ხო? და აი აქ უკვე სატურნი ამძიმებს ამ ყველაფერს და გთხოვს სერიოზულად გამოსწორებას და კარმულ პერიოდებში ეს საკმაოდ თვალსაჩინო ხდება. აი სადესაც როცა არის მძიმედ, აქ ყოველთვის კარმული ასპექტები მუშაობს, სატურნის ენერგია მუშაობს და ეს ყოველთვის მინიშნება არის სადღაც რომ რაღაცა არის პასუხისგებლობების ზონაში დაზიანებული აღქმა. ეს ძალიან მოკლედ მინდოდა თქვენთვის მომეყოლა ეს ყველაფერი. შემდეგ კიდევ უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ თუ გექნებათ ინტერესი, შეგიძლიათ დამწეროთ კომენტარები. ამის მიხედვით უფრო განსაზღვრავ რა გაინტერესებთ, რა გაინტერესებთ და მოკლედ დროებით მეგობრებო წარმატებები.